ჩვენს გაკვეთილებზე ყველაზე ხანგრძლივი არის ხოლმე პირველი ფაზა, რა არის ხოლმე, რომ აი რაც ხონდა დავალებად მიცემული იმის გარჩევა. და აი მასწავლებლის ადგილი უკვე არის ძალიან განსხვავებული. მასწავლებლის ადგილი. აი რით გავარჩიოთო რომ შეკითხვა რო იყო საკითხი რომ კარგი სკოლა, ცუდი სკოლისგანო. აი ერთ-ერთი პირველი. მაშინ რა არის? აი გაკვეთილზე ზერელე შეხედვითაც რა ჩანს. აი მასწავლებლის ადგილი, რამდენად ცენტრშია მასწავლებელი. ესე იგი, კარგი გაკვეთილი არის ის, როდესაც მასწავლებელი საზოგადოებრივ არ ჩანს. და როცა მასწავლებელი ბრწყინავს, ეს ცუდი გაკვეთილია. როცა შეცდომები არ მოძდით მოსწავლეებს, ეს ცუდი გაკვეთილია. როცა მოსწავლეების შემაჯამებელი რვეულების გადაფუცლა ხოლმე მე სკოლაში როცა მივდივარ თქვა რჩევების მისაცემად. ერთ-ერთი პირველია ეს არის. ვიღებ შემაჯამებლის რვეულებს. გინდა ქიმია იყოს, გინდა ქართული, სულ ერთია. ხედავ ჩაწიკწიკებული რვეულები. დამთავრდა მე აი ჩემთვის 2 წუთი საკმარისია მე დირექტორს ვეუბნები. ეს არის მუშაობა? ეს ხო სიყალბეა. აი რანაირად შეიძლება რომ ასე ჩაწიკწიკებულია ეს ისა, ხო? ან იმდენად ადვილი დავალებაა რომ არაფერის მომცემი არის ბავშვისთვის. ან წინასწარ დამუშავებულია და როგორ აი მე რომ მუშაობ, რამდენად ავაჭრელებ ხოლმე მე ჩემს იმას, ხო? გადავაკეთებ იქ ჩამამატებ ისე ხო და ამ ბავშვმა როგორ ჩამოაწიკწიკა ასე. იგივეა გაკვეთილზეც. თუ კი შეცდომები არ მოძდით ბავშვებს, ის გაკვეთილი ხო ფუჭია. აი რა მოგცა ამ გაკვეთილმა, ესე იგი რაც იყო გუშინ ის ბავშვი დარჩა იმავე დონეზე, იტრიალა იმ იმაში მხოლოდ, ხო ესე იგი. მაგისადამე მასწავლებელი არ უნდა ბრწყინავდეს, არამედ ბავშვები უნდა აქტიურობდნენ, აი ეგ არის პირველი მასშტაბი, რომ აი ბავშვები რამდენად აქტიურობენ და მასწავლებელი რამდენად არის ჭრდილში. და ეს სხვათა შორის შეგვიძლია ვნახოთ მსოფლიოს მოწინავე სკოლების ჩანაწერი, გაკვეთილების ჩანაწერები არის ინტერნეტში. და რას აკეთებს მასწავლებელი ძირითად დროს? აი დადის მერხებს შორის ბავშვებთან და აწვდის უკავშირებს. აი ეს უკავშირი არის გადამწყვეტი. მასწავლებელმა კი არ უნდა სიბრძნეები კი არ უნდა ჩაულაგოს ბავშვებს. არამედ უკავშირები უნდა მიაწოდოს. იმისთვის რომ ბავშვმა თვითონ ისწავლოს. ნუ ეს უკვე კონსტრუქტივიზმის პრინციპზე გადავდივართ.